ახალი ესტაკადა ლაგუნა ვერესთან გზის მშენებლობა უკვე დასრულებულია. ესტაკადით ავტომანქანის მძღოლებს ორთაჭალის მხრიდან გმირთა მოდნის მიმართულებით გადაადგილება შეუფერხებლად შეეძლებათ. დასრულებული სამუშაოები დღეს დედაქალაქის მერმა დაათვალიერა და დიღმის მიმართულებით მშენებარე ესტაკადაზე დასაქმებულ ადამიანებსაც გაესაუბრა. ლაგუნა ვერესთან 248 მეტრის სიგრძის ესტაკადით მძღოლები უკვე სარგებლობენ. ახალი ესტაკადის მშენებლობას რამდენიმე თვე დასჭირდა. ბეტონის გზა თანამედროვე სტანდარტების სრული დაცვით აშენდა. ორივე მხრიდან ბეტონის თვალამრიდები და საგზაო ნიშნები გაუკეთდა. მისი საშუალებით ორთაჭალის მხრიდან გმირთა მოედნისკენ მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები შეუფერხებლად შეძლებენ გადაადგილებას. დღეს დილიდან ექსპლუატაციაში შევიდა ახალი ესტაკადა ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლის საშუალებითაც ყველა სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელიც მოძრაობს ორთაჭალიდან გმირთა მოედნის მიმართულებით, შესაძლებლობა გამოიყენონ იგი, რომლის საშუალებითაც უკვე მეორე დონეზე გადაადგილებით ისინი მოახდენენ უწყვეტ რეჟიმში გადაადგილებას გმირთა მოედნის მიმართულებით და აღარ მოუწევთ ამიერიდან შუბნიშანზე გაჩერება ლაგუნა ვერეს მიმდებარე. ასევე შუბნიშანი დღეს აღმოდან გაიჩება და ხვალიდან უკვე გზის ამონაკვეთზე იქნება უწყვეტი მოძრაობა. მარჯვენა სანაპიროზე გმირთა მოედნიდან დიღმის მიმართულებით კიდევ ერთი ესტაკადის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლითაც ავტომანქანის მძღოლები მალე ისარგებლებენ. თბილისის ამ მონაკვეთში სატრანსპორტო ნაკადებს შესაძლებლობა ექნება სამ დონეზე ერთდროულად იმოძრავონ. ამ თვის ბოლოს დასრულდება უკვე მეორე ესტაკადაც ლაგუნა ვერეს კვანძზე. ეს არის გმირთა მოედნიდან დიღმის მიმართულებით სანაპიროზე გამსვლელი ესტაკადა. აქ მშენებლობა უკვე ფინალურ ფაზაშია შესული და დაახლოებით ერთ კვირაში ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ საშუალება სრულიად კომფორტულად გადაადგილდნენ ამ კვანძზე. ქალაქში მიმდინარე ესტაკადების მშენებლობაზე სულ 800 ადამიანი დასაქმდა. ლაგუნა ვერესთან მიმდინარე და განხორციელებული სამუშაოები დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა და ესტაკადების მშენებლობაზე დასაქმებულ ადამიანებს გაესაუბრა. გარდა იმისა, რომ ეს ხიდად დარჩება, გზა დარჩება და ქალაქს მოემსახურება, არის რომ რეალურად მარტო აი ამ ობიექტზე და მარტო აი ამ ერთ მონაკვეთზე 500-მდე კაცი მუშაობს. მერე მაგის გარდა აი მთლიანად რო აიღო მთელი თბილისის მასშტაბით, რაც კი ინფრასტრუქტურული პროექტები კეთდება, დაახლოებით 10,000-მდე ადამიანია დასაქმებული რა. ანუ დასაქმების კუთხით არის მნიშვნელოვანი და მეორე ისაც კეთდება და რჩება და კიდე ქალაქის განვითარებას ემსახურება. რაც უფრო განვითარებული ეს ინფრასტრუქტურა, მეტი შესაძლებლობებია ინვესტიციის მოზიდვის, სამუშაო ადგილების შექმნის, ამიტომ ერთმანეთთანაა კავშირში. ეს ყველაფერი რო დამთავრდება, 10 დღეში უკვე მთლიანად რო გავხსნით მარჯვენა სანაპიროს, მერე ეს ჩხაროსნული მიმართულება იქ მაინც ვერ გაუძლებს აბანო თუ ბაჩი. კი გაფართოვდა იქ, მაგრამ ვერ გაუძლებს ეს შუქნიშანი. ამიტომ ცოტა იქით რაღაც ტრანსპორტის ცვლილება მოგვიწევს და იქ ერთი კიდე პანდუსის გაკეთება. და ამით სანაპიროები დამთავრდება. აი ამ ყველა სიახლის მერე დაახლოებით 1-2-3 თვე ჭირდება ხოლმე ქალაქს, რომ შეეჩვიოს და ეს ყველაფერი ესე ვთქვათ გადახარშოს. ქალაქში მოძრაობის განტვირთვის მიზნით თბილისის მერია სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. ცენტრალურ ქუჩებზე ახალი ესტაკადების მშენებლობა მალე დასრულდება.